დღეს ვერ გამოვალ, ახლობელი ჩამოდის გორიდან და იქამ სახში იყავიო. მოვიდა მე მგონი. მობრძანდი ძირა, მობრძანდი. აქ ამ შვიდობა როგორ ახლა? ვაშლი ჩამოგვიტანა უეჯველი. გოგო, კარგად. აი მე სამდენი ვაშლი რა ჩამოგატანინა, გოგო. ხო გითხარი. ან ეს ორი იაშიკი როგორ ამოიტანე გოგო, აქამდე ვინ ახარ შენ? შემოდი. შემოვალ. გოგო, ქოშები გაქვს? ომარიკო მიდი მოუტანე რაც ირა დაიდას ქოშე, ჩუსტები. გოგო, დაგერეკა მაინც ამოგატანინებდი ამ ვაშლებს ქვემოდან. გოგო, გზაში დამიჯდა ტელეფონი და ვეღარ დაგირეკე, ისმინდა, მტვირთავი გაქვთ ამისი. კი მომეც დაგიტენი, დაჯექი შენ მანდ კაცო, кайყავონო დაგალებინო ეხლა. ხილსაც მოვიტან ეხლა ვედავჭრი. აგერ არის ვაშლი. ცირადეი დარაქნა, მაგრამ მოიფიქრა სადაბარებს. მოიფიქრა არა ისა კიდე. თვითონ იცის დეტა რა უნდა. დედა ომარიკო რამ ხელა გაზრდილა გოგო. ხო, წელს ცოტა აიღარა ტანი სხვათა შორის. ყველაზე დაბალი იყო კაცო კლასში ისევ ჯავრობდი რომ რა ვიცი. ეხლა გადავუსწრო 3 კლასელს, ხო, თუ რამდენს გადავუსწარი ბიჭო. კი, 3-ს. მე და ცოტნე ვარ ეხლა ტოლებნები, მაგრამ მაგასაც გადავუსწრებ. აუ რომ შეა. დედა ეხლა რა გაგიკეთო ომარიკო საჭმელი, აგერ არის ვაშლი და შეჭამე. რამდენაირია თან უყურებ? 1, 2, 3. გოგო, ეს ბროცკია? ბროცკია, გოგო, ვალერის ხელით არის დაკრეფილი სულ. ანასტასია მისწერე რაშულო, გეხვეწები, მაგრამ ეს მოაფიქრებია ინსტიტუტი რომ ჩამოვიდეს გოგო ქალაქში, ამოხდა ბავშვსა იქ ასული კომბინატში. კი, მივწერა უცილებლად. აუ ვინდა შამპუნი რო აღარ იყო, არ უნდა გითქვა, რით დავიბანო ეხლა თავი. დაიმე როგორ დამავიწყდა წერან ყიდვა. ბაშლით ვერ დაიბა, ხო? მარტო სული კურდღელი. აი ესეთი სიმღერა გამოგვივიდა ბავშვი, ძალიან კარგი. ეხლა ჩავხედოთ მასალას. საერთოდ ვერ იმღერა მასწავლებელმა. მას ზეიმი როდის უნდა გქონდეს? ზეიმი გვაქვს მაისში, მანამდე სიმღერებიც უნდა ავარჩიოთ. ნატო მასწავლებელმა თქვა, რომ ზეიმზე მეც უნდა ვიმღერაო. ეგრე თქვა? ძალიან სამწუხაროა. კარგით, აბა კითხვებს დაგისვამთ ეხლა მე თქვენ და ხელისაწევით მიპასუხებთ. რამდენი სიმი აქვს აი ამ საკრავს? 1, 2, 3. მას ვიტყვი. 4. დიახ. დაითვალა სიმები და ისე კი პასუხად. მე მაგას მოფიქრება არ უნდა? ნუ ტლიკინებ რა ამეხადა თავი. მას აბეფარეშოში გავალ. მე გადი კაცო, გადი შეხო გააწუხე გული რა. ვაი მე იცით ბავშვი მოიცით კლასში მოსწავლე ჩაუფსი გაკვეთილზე. მე ვიყავი მასიკ. გადი შვილო, გადი კი რა პრობლემაა. აბა აქეთ ჩამოვთვალოთ ჩასაბერი საკრავები. სალამური, გუდასტვირი, საყვირი და ფლეიტა. მას შეიძლება რომ გადავჭდე? რატო? აი ვასო რაღა გახდა შვილო? 1-2 შენს რო ჩაბერო არ გიფიქრია? გადი მიდი შენს ტუალეტში. შემდეგი კითხვა. რატო შემოbrunდი ვასო? მას ბერიძემ ვერ მიასწრო ტუალეტამდე, დერეფანში აქვს ჩაფსმული და ტირის. ფინალურმა გამოცდებმა ფსიქიკურად შემარყია. არ ვიყავი მზად ამისთვის. აბა რისთვის იყავი მზად? რისთვის და საჭორაოდ? თიკოსთან და თეკლასთან. როდის მეცადინეობ მე არ ვიცი. ახლა და ვერ ვიმეცადინებ თუ ლაპარაკს გააგრძელებთ. და შეგიდე მაგზელატოს ისჭრა ჭუნს. შენი შიშით ვეღარაფერი გავაკეთაო. გააკეთი და მიყარი ცოტა მაგთებში, წაუხრა შუნებ. ნელა! შეხედე კონსპექტებზე დამიყარა. ომარიკო გამოდი გამოეცალე. რისი გამოცდა გაქვს ანასტასია, აბა? ინგლისურის გამოცდა მაქვს და თუ შემეტენა მე ცხოვრების გამოცდა მექნება. აი მე შეტენმები არ გამაგონო იცოდე ახლა. კი, შედეგა კოცლარენები შეტენილი პირსახოცებში. შეჭამე შენ მანდ რაღაცას ჭამ? გამომძიებელი. კონსპექტი წერა დავამთავრი როგორც იქნა. ხო, გოგო და რო გამოსულა მაღაზი და შეხვედრია მე ის კალბატონი. ახალი პალტოც მეტო, რო კითხო ფული არა აქვთ. დაიცადე მან დარტაყარო ეკიფჩოები. თიკტოკი. აი მას ჩაყარა მიდი ხო აცი. ხო ნამდვილად არ აქვს მაგალს კარგი სახე. უი შეხედები წერია შეგნით. ინგლისური ლიტერატურის კონსპექტი. გასახშია მომშინი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ?
რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წუწუნი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აიჩა მაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთ ხო, ბიჭო, იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. დეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარიანის ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილურის ნომერი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, მა please რა ესეთი თუცადოთ. კაი, ხო, ვცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო, რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტერი ხარ თიკლა. უმარიკო, ცხოვრებით გმაყოფილი ხარ? რა ვიცი, დედა რო ფულს მაძლევს ხოლმე იმ დღეებში კი და დანარჩენებში ისე რა. შენ გმაყოფილი ხარ? შეხედი აბასახეცი რა იტყობა მაგას მოყოფილების. დამაცადე კაცო ფიქრებში წავედი ერთი. იმას ვიხსენებდი ახლა უცხონებული ბაბუაჩემი რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა მეთქი და 47-ის იყო, ხო და ბაბუაჩემი 47-ის გარდაიცვალა. უცხონებული მამაჩემი 47-ის გარდაიცვალა და რა ვიცი იმის შემეშინდა ახლა მაგაცას არ გავუდგენეც მეთქი. ჩვენ ქვეყანაში ისეთი ფიქრება 47-ით ძალიან ბევრია მე მგონი, მაგრამ ევროპის ქვეყნებს შეხედო იქ ბევრად მაღალია ბედნიერების ინდექსი, რომლის შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა ჯანსაღი ცოცხლის ხანგრძლივობა. ანუ ევროპაში უფრო დიდ ხანს ცოცხლობს ხალხი? და ევროპაში რო წავიდეთ, იქ უფრო გვიან მოუკვდებით? აუ, ის ბავშვი თავისი დასკვნებით. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უკეთესი პირობებია. მაგიტო ცხოვრობს ის ხალხი ბედნიერად და დიდ ხანს. კიდე იცი რას დააკვირდე ნინგა? აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წლიდან შეუერთდნენ ევროკავშირსო, ცხოვრებით მოყოფილების ინდექსი გაიზარდა 68%-დან 99-მდე. აზრი ხარ? მაგიტო აიშრომებენ ევროპელები და უფასდებათ. მაშინაც და მერეც სიბერეში. რამდენჯერ დაგინახავთ ხომ ეს ევროპელები ბაბუები, ხელიხე ჭაკიტებულები რო დადიან თბილისის ქუჩებში. აბა საწყალებებია თქვენი 64 წლის ხდება ქალი და ხვანკიც ვერ გაცდა. ამის ჭკუიდან შეიშალოს იქ მარტო. ხო, აი ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო ვიყოთ, უფრო დიდი ყურადღება დაეთმობოდა მენტალურ ჯანმრთელობასაც. შარშან ევროკავშირმა მარტო ამის ხელშესაწყობად გამოყო $1 მილიარდზე მეტი. ბებოც აღარ შეიშლებოდა ჭკუიდან. დი ბებო რეკავს ზუსტად შენ ტელეფონზე. ხო, ბებო. კარგად, შენ როგორ ხარ? ბებო, შენ მართლა ჭკუიდან შეიშალე? რა ვიცი, დედამ და ანასტასიამ ასე თქვეს. ბებო. თიკათიშა. ბებო, საშოპინგოთ მოგიყვანი, მაგარი ფოტოსები უნდა გიყიდო. მიდი ახლა შენ დავიშოპინგოთ. შოპინგი. შობის დღესასწაულზე რა წამომიყვანე თან. ხო, ზუსტად მაგის გამო ქვია შოპინგი. გამარჯობა, ბებო, ჩემი უნდა გამოუბრანჭოთ. ვათხოვებთ. ვაიმე, გილოცავთ ქალბატონო სიყვარულს ასაკი მართლაც რომ არ აქვს. ფეხების დასიებას აქ ასაკი სამაგიეროთ. დამაჯვინე ერთი მაქს გამზე. რა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ ბებიასთვის? ვახ, გოლდენგუსები! ვაიმე, კი გოლდენგუსები ძალიან ბევრ ფერში, აი დაათვალიერეთ მანდ. აუ, კი ძალიან მაგარია. თან ახლა ფასაკლება გვაქვს რო კოლექციაზე. მიდი ახლა მიყიდე ფოტოსები რომ გაიგიჟე თავი. 99 ლარიან მოდელებია აგერ. ჩემი შვილია, ეს რესტორანში მუშაობს, თავის შემოსავალი აქვს. გაიგიჟე თავი რომ ბებო პატივი ნახცეს ახალწოდ და წავმიყვან აგერ თქვენთან. სპიკერ აპში. სნიკერ ჰაბი ქვია ქალბატონო ჩვენს მაღაზიას. რა თქვენ შენ როგორ მოგეგა? სნიკერ კარგით, არაფერი. აი არჩიეთ, 99 ლარიანი მოდელებიც მანდდებს. აუ, ყველაფერი მომწონს. ეხლა ჩემმა მეგობარმა თეკლებურგეინძემ განოდებით შეიძინა შექმები. აქ რო გული წავიდა, მაშინ ხო გახსოვთ? მაგუგუმ. ინგა, გამოვიქცევი ახლა აქედან. 1 საათია მაღაზიაში ვარ და ფეხსაცმელი ვერ არჩია. დაურეკე რომ წამოვიდეს. ხანძარი გაჩნდა, ვარ ვიცი რამე მოიფიქრე. ანასტასია, მე მგონი ვიპოვე საჩიმო ფეხსაცმელი. შეხეთ როგორ მიხდება. ვაიმე. ეგ ფეხსაცმელი ჩემია ქალბატონო. აუ, ძალიან მარილიანი ყველი ვჭამეთ მე მგონი. მე მგონი კი არა მარილიანი იყო, 4 ჭიქა წყალი დავლიე უკვე რა. ამაღამძილი მე არ მიწერია. ყველი იყო მარილიანი თუ მარილი იყო ყველიანი ჯერ ვერ დავადგინე. დედა რა უკმაყოფილოების ოჯახი ხართ რა იმგური ესე იგი კაცმა სოფლიდან გამოგეგზავნთ ამდენი ყველი და ერთი კალკი სიტყვა არ დაგწენიათ
რა არ დამსდენია კაცო, დავურეკე წეღან ენგურის და სომადლობები უხატე მაგასაც და ეკასაც. კიდე კაი რომ სანამ გავსინჯავდი იმყვას, მანამდე დავურეკე, თორემ მე სულ დამეკარგებოდა სურვილი. ძე წყალი მომაწოდე რა. მაგრამ კუჭი გამებერა და მეტი წყალი აღარ ჩადის. თან მოსაღამოებულზე რომ მოგვინდა ყველას იმ ყველის ჭამა. ვატყობ ამაღამ ტუალეტი გადაიტვირთება და რიგის ნომრები აიღეთ ყველამ. პირველ რიგში ქალები და ბავშვები შევლენ. მაგრამ მეტი არც რა გვინდა რო ვარდი და. შერატო შედიხარ პირველი მე მოვიდი. შემიშეხარ რა ხდება კაცო, იქით იკამათეთ შემიშვით რა ტუალეტში. ვა, მაგა ინგა. პირველი მაშოდი ვარ, იმიტომ რომ მოხუცი ვარ. რამე რა დამარტოს თქვენ მოსავლენი გავხდები ინსტანტა. კაი შედი ხომ? ამის მერე მე ვარ, იმიტომ რომ შენამდე მოვიდი ინგა. აუ რა გამოდის რომ მე ბოლო უნდა შევიდე? მერე რა, მარიკო, ბაშკაცი არა ხარ. გამოვიდი მე შედი. შო ეხლა მე შევალ ანასტასია და მერე შენ. კაი მიდი ხომ? მარიკო, საწახვედი. აღარ მიდია. აზრი აღარ აქვს უკვე. დედა როგორ გრილა აფთია. უკაცრავად დღეს ფასდაკლების დღე ხო არის. ხო. აი ეს მეორე წამალი მინდა ვერინესტრი წერია ხო? მაჩვენეთ ხალბატონო. ხო, ვერინესტრი კი არა, ვაგოსტაბილი წერია. ერთი ფირფიტა. უი, ისე წერენ ეს ექიმები ვერ გაარჩევ ადამიანი ხო? კი ვერ ვკითხულობ. ეგრე ხო. მეც ერთხელ ამერია მაგათი დაწერილი და რაღაცა დიარეის წამალი მიიყიდია. ბოდიშით და ტუალეტიდან ვერ გამოვიყანე ბავშვი 2 დღე დაღამე. 27 და 80 ერის ხალბატონო თქვენი ფასდაკლებით. დიახ. აინებეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. კარგად. თუმცა რა ჯანმრთელობა ისეთი წამლები წაიღო. გისმენთ თქვენ. გამარჯობა, მეც ისე ბლომად მინდა წამლები სახლის მარაგისთვის. ხო, ესე იგი ნახშირი მინდა 3 ცალი. ხო. და კიდე რა მინდოდა? მიხსირების წამლები აქეთ არის ხალბატონო. არა გამახსენდა, კარტოფრელი მინდა. ოღონდ 200-იანი იყოს ეგ ერთი პიტპიტა და კეტანოლი მინდა კიდევ. ვაიმე, ჩვენს ქსელში კეტანოლი არ არის, გვაქვს შემცვლელები ერთი წუთით, ხო. კეტანოვი, ზეტანოლი და პედაგოვი. რა ვიცი ახლა, კაი ავითომე შემცვლელი. მოდი ეგ არ გვინდა, ერთი ცალი იოდი მომეცით და ერთი ცალი ფიზიოლოგიური. აქციების პერიოდში ნაყიდი ახლა გამომელია გუშინ. ხო. სულ ისაა? კი ბატონო, ბარათი გავატარო თქვენი თუ შეიძლება. ესე იგი 11 და 70 გამოდის 12 და 25-ის ნაცვლად. გამოგიტანთ ეხლავე. კი ბატონო. მაგა ფასდაკლებაში მოვყენი რა. და შამპუნი, ფასტანაბლი. დაიმე უკაცრავად ერთი ცალი 0 გრიპიც მინდა კიდე კაი რო გამახსენდა. დაიმე ჩვენს ქსელში კი არ არის 0 გრიპი, შემცვლელი გვაქვს. ტოლტრიპი და ვოლსტრიტი. ვოლსტრიპი. რა ვიცი, იყოს ეგ მეორე ტოლტრიპი. ხო ანასტასია. მაკარონი აღარ აგვაქვს, მაგრამ შემცვლელი გვაქვს ვერმიშელი. ხო, ამოვალ და გავაკეთეთ მე თვითონ. შენ მოგიკუდეს და რა დღეს ჩავარ და ბავშვამ წინა სასკოლეთ. გუშინდან მაყურძენ მააწყვინა. ნუ პანიკიურობ რა, კუჭი ახაშელი უბრალოდ გეგონება პირველად დაემართა. და როგორი ბავშვია, არ ნერვიულობს დედამო ალბათ და კი არ მეუბნებოდა, მე თვითონ მივხვდი მე. როგორ მივხვდი? ეხლა დედობრივი ინსტინქტი არ მითხრა რომ სახლიდან წავალ. როგორ მივხვდი და დილით რო გამოვიდა ტუალეტიდან მე შევედი და კი ქონდა ჩარეცხილი და ის ყველაფერი, მაგრამ სულს ყურძნის ჩენჩოები ტიპტიპები და წყალზე. შერლოკ ჰოლმსი ხარ იმენა. აი კუჭაშლილიც მოდის. რა გიბუყბუყებს მუცელი? აუ ჯამანები თავი და რამე წამალი რომ დამალევინო შეიძლება მოსარჩენი. ხო და გალევინე კაცო წამალი იყო ის, დაწექიმით და კარტოფილს გიხარშავ ეხლა. აუ ცუდად რო ვარ დღეს საღამოს ვერ გავალ გარეთ ბავშვებთან. კი რატო არა შეგიძლია რომ გახვიდე, ოღონდ მაქსიმუმ ჭადრაკი ითამაშო. ფეხბურთს დამალობანაზე დაჭირობანა ძალიან ცუდი შედეგები მოყვება. დაწექიმიდი შენ და გაგივლის მალე. კაცო მე იმას ვფიქრობ ამ ყურძენ, მაგრამ ნაირად აწყვინა, მეც ვჭამე, შენც ჭამე და ლიაც აქ არისო. მე რა ვიცი, გემრიელი ყურძენი კი იყო და თუ შეგვიძლია იყიდე კიდე. გირეკავენ. ვის გავახსენდი? პასუხს დედა. ხო, მავრა. რა ვიცი გოგო, შე როგორ ახარ? მარიკოს ხელში ნახშირი როგორ არ მექნება, გოგო? ჩამოგაწოდო?
კუჭი აქ აშლილი? რა შაურმები ჭამეს, გოგო? ჩემაც? ჩემაიკის რა? გოგო, ესეც ასია, მეყურძენს ვაბრალებდით, ესე იგი მოსაკლავი მყავს ეს. ინგა დიდით ყურძნის ჩვენჩოებთან ერთად პამინდორი და სალათის ფურცელი არ ტივტივებდა იმ წყალში? დეიცი დღეს სკოლაში რო ვიტირე, ქართულის გაკვეთილზე. კიდე ლობიანი წაგართვა ხო მასწავლებელმა? ვაჟა, თემა ხომ მქონდა დასაწერი და რო წაუკითხე, ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა ბავშვებო, აი ასეთი არ უნდა იყოს თემაო. და მე მემითხრა, რომ მეორე კლასელის დონეზე ხარ. უყურე რა, მაგის ალაპარაკო რო გახდები, მანდ არ მომიყვანოს ვიცოდე. დასაწერი გაქვს კიდე რამე თემა? კი, და აი სათაური არის ქართველობა. მიდი ინგა, ისეთი თემა დააწენე, რომ ქვა გახეთქოს. იმიტომ რომ მარიკო გახეთქილია ტირილით. მაჩვენე აბა. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა? აბა, რას ნიშნავს? რა ვიცი ახლა ღირებულებები, ტრადიციები, მამული ენა, სარწმუნოება, რა ვიცი რასაც ილია ამბობდა, ხო? მანდ ისიც დაამატეთ, რომ ქართველობა მარტო სუფრაზე დალეული ყანწით არ იზომება. უნდა გვესმოდეს კარგად რას ნიშნავს იყო ქართველი და მაშინ სადამე ევროპელი. აჰა, ესეც ზურაბჟანია ცნობილი ციტატა. ციტატა რა არის? მე რომ ჭირდა? არა, ეგ ცისტიტი იყო. რა დროს ეგ არის, კაცო, მიდი ჩამოვწეროთ ახლა რა გვახსენდება. ისტორიულად რა ვიცი, მის დღემში ევროპისკენ მივდიოდით, ოქროს ხანა გინდა, სულხან საბა თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რა ნერ სიტყვებს ამბობ? ეგენი რო დავწერო, მიხვდება რა შენ დამაწერინე. აბა ქართველობაზე რო გასდევთ, თემა სხვა რა უნდა დაწერო? ყანწების ქნება და ქართული ენა რო გვაქვს მარტო იქ? ეგ ჩვენი წინაპრები რო იყვნენ ევროპული ღირებულების მატარებელი, იმიტომ ვართ ჩვენც. ეგენი შთაგვაგონებენ დღემდე. მოხვედიო მარიკო? რა გატირებს? კიდე არ მოეწონა ხო თემა მასწავლებელს? არა, პირიქით. ისე მოეწონა შენი დაწერილი თემა, რომ კლასში გამოაკრა ჭიკარტებით კედელზე. მაგრამ მე მაინც ორიანი დამიწერა, დედა შენს კიდე 10-იანი ეკუთვნისო. რა გაცინებს? დედა ბუფეტში ღვეზელი ვჭამე და მე მგონი მოვიწამლე, გული მერევა. რა ბუფეტშიო მარიკო, მე ხო აგიკრძალე მანდ ჭამა. არაფერი შენ არ გესმის რა. ხო, არ ესმის და მაგიტო ჭამა ამჟავებული ღვეზელი. წარმოვიდგინე რა გემოეკნებოდა. გემრიელი იყო, მაგიტომ მეგონა რომ არაფერი მომივიდოდა. რა ვიცი, შენი ჭირი მე რა პატრონი არ აყავს არაფერს ამ ქვეყანაში. ისე არიან მიშვებული სკოლის ბუფეტები, რომ არც არავინ აკონტროლებს და არც არავის აინტერესებს კიდე რა სჭამენ ბავშვები. იგა კინგა თორე ნორმალურ ქვეყნებში პირიქით ხდება ყველაფერი. აი მაგალითად ევროკავშირი 250 მილიონს ხარჯავს ყოველ წელს, რომ თავისი სკოლები იყოს მომარაგებული ჯანსაღი პროდუქტებით. აქაც არის ჯანსაღი საჭმელები, წვენია 60 თეთრიანი და ბატიბუტია ლარიანი. ეგ ბატიბუტი საჭმელად კი არ იყიდება მე. მაქსიმუმ კლასელებს რო გაკვეთილზე. აზი რო არა ხარ. მარიკო, მიდი ახლა ადექი მაცივარში ნაბეღლავია და დალიე. მე წამომიყოლე ერთი ჭიქა რა, მომინდა რაღაცნაირად. რა მაჭამა კაცო გაფუჭებული ღვეზელი, ჰა? მეტი არც არაფერი იყიდებოდა, რა უნდა ეჭამა ნეტა. აი სპეციალურად მოუძებნი. ევროკავშირის ქვეყნებში ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით მილიონობით ბავშვი იღებს სკოლაში ყოველდღიურად ხილს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს. აქ კიდევ გარაჟის საცხობები ამარაგებენ ბუფეტებს. ოკი მომშიდა ისე. აჰა, დენა ბეღლავი. აუ მუცელი მიბუყბუყებს, მგონი ღვეზელი ყვირის კუჩში. მიდიო მარიკო, წამოწექი ახლა და მერე ვიმეცადინოთ. არა მგონია დღეს ვიმეცადინოთ. აბა ახლა ტრიპაჩობა. მაგარი ლობიანიც დავითრიე. ვიღაცას დაგჭირთ მაგიდაზე და შევჭამე. ეგ ბუფეტში ნაყიდი ღვეზელია, რატო შეჭამე? და რამ ხელარიგია მაღაზიაში. გახსენით რა მეორე სალარო. თქვენ გონიათ ახლა სალაროს გახსნიან? მე ვიღამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე. ჩვენი ბარათი თუ გაქვთ? არა დო არა მაგ. გაგიხსნით. თქვენი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება. არა, არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან რა. არა უშავს კეთდება გარდაცვლილზეც საარჩევნო სიების პრინციპით. არ გნებავთ, კი ბატონო. შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი. აუ, პური დამავიწყე. ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა. ბოდიში ვერ უშვილეთ გაჭირებულ ხალხსა. რა კაია? და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეულის არე იმედია. ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად. ო, ასე წამლავენ ხალხს მასონები. მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით.
დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა. არ გახსნიან, ცოცხალი თავით არ გახსნიან. ვაიმე რაღაცა ვირა ვარ კარგად. მოკვდა ქალი ბიჭო, წაუვიდა გული. ვაიმე გული წაუვიდა. მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწიეთ ერთი კაცით რა. კარგად იქნებით ქალბატონო. დღეს დილით სამსახურში დავიგვიანდი და კარგი საყვედურიც მომარტყეს. რანაირად დააგვიანებ, სადაბოდიალობ ვერ გავიგე. შეყვარებული ნახალბად სამსახურამდე და მაგიტო დააგვიანდა. შენ ჩუ ინტრიგან ubავშო. რატო და ჯერ ხო ავტობუსი არ მოვიდა დროულად და მე კიდე მეორე ხაზზე ვერ გადავჯექი მეტროში. იმდენი ხალხი იყო. ესე იგი რა, ეს ტრანსპორტის პრობლემა ხო ვერ მოგვარდა რა. ეს ქალაქიც იბერება და ტრანსპორტი გაუმართავია. მე რატო არ ვაგვიანებ ხოლმე სკოლაში ტრანსპორტის გამო? შენ ფეხით დადიხარ. ახო. ერთხელ თუ დავაგვიანო დამერხივა. კიდევ ერთი მიზეზი ევროკავშირში დროულად შესვლისთვის. იქ მოწესრიგებულია ბევრად ტრანსპორტი. ევროკავშირი დაფინანსებს პირდაპირ მეტროსადგურების მშენებლობას. ჯერ მარტო პოლონეთს დაუფინანსეს 3 მილიარდი euро, იცი? ბულგარეთს და რუმინეთს აღარაფერს აღარ ვამბობ. და გამარჯობა მე. ჩვენი ლურჯი ავტობუსების შემოყვანაში მინდა გეხმარა. ევროკავშირი. ახალი სარეცხი მაქანა რო გინდა, მაგის ფული რო თხოვე ევროკავშირს არ მოგცემს. ეს ბავშვი გაიტანეთ ვინმე. სისულელებს რო ლაპარაკობს. რაც კი მაგაში გეთახმები ბაზარი არ არის. მაგათ ვერ შევეძრებით ჯერ ჩვენ, მაგრამ იმედი რომ ჩვენც მალე შევართ ევროკავშირში. მეტი კომფორტი რომ მივიღოთ. ნეტა. მარიკო მიდი ჩაირბინე მაღაზიაში და იყიდე ის პირმენები რო გინდოდა. ოღონდ ცოტა იაფიანი იყიდე ხა 15 რეს თუ დააცხრები პირდაპირ. ფეხით წავიდე? არა, თვითმფრინავის ბილეთს აგიღებ და იმით წახვალ. დურაკი ბავშვი. გიმიცინება უკვე. ვაიმე დედა. რა ხდება? ვაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სიბრტყელეს შუქიც ვეღარ ავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარდა საყდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექი წამოდი გამომყევი. იცი შემეში და ლამს აღარ დამჭირდა ტუალეტში თვითონ შევდიოდი. მის ბინები ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გვესრულა ეს იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მე შევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატო ვიარო? რა საკეთე? ვაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობთ, შედი მიდი. კაი. დედა არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. ვაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არაფერი დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. მათემატიკის დაწერა მიჭირს. მოიტანე აქ მაჩვენე. რომელი ვერ გააკეთე. აი ეგ გამოცანა მე-4 და მაგის ქვეშ როა მაგალითები მე-5, მე-6 და მე-7. აჰა, მოდი ამოცანით დავიწყოთ. ლომს 4 ბოკვერი ჰყავს. 1 ბოკვერი თბილისში გაყიდა. ვის ყავს ბოკვერი? დედა რა ამოცანაა ეს? უთხარი მასწავლებლებს ვერ გავიგეო, კაცო, დაიცადებ მაგალითები გავაკეთოთ. აი მე-7 მაგალითი მაგ ამოხსნილი და შემიმოწმე. ანახმარ შენ. აჰა. აი უყურე, 130 დაუმატა 170 და 200 მიიღო. ესე იგი, მეორე მდინარაძე მეზრდება სახლში რა. შეეშვი მე დაგაწეინებ საღამოს მათემატიკას, მათ შორის იმ ამოცანაზე პასუხს, რომელიც ლომზე იყო. თეკლარა ვოისებს მიგზავნის. გოგო ნახე ბოკვერის ვიდეო, როლექს გაფიცებდო რა. ეს ტელეფონის არ მივაჩერჩეტენე და რომელი საათია? როლექსია, როლექსი. 4:09. დამნიკებელს რა უნდა აჩუქოთ ახალ წელს მოიფიქრეთ? რა ვიცი, ჯერჯერობით არაფერი მოუფიქრებიათ, კონკრეტული არაფერია. ინგა მიწაროა ჩუქოთ, ტყიან ნაკვეთი. ძალიან მოდაშია სხვათა შორის ეხლა ეგ. ვერ ახარ შენ რა. რა ქენიო მარიკო დაწერე მაგალითები? ვერ რთულია ეს იქსიანი მაგალითები. ეს სკოლა რო გავაცდინო, მაინც არადეგები მოდის ახლა. რას ქვია სკოლას გააცდენ, ვერ გავიგებ. ჯერ სკოლას გააცდენ, მერე უნივერსიტეტს და დაგწვამენ მერე ბოლოს სადღაც პრეზიდენტად. ეგ გამაკლია ხალხი ვალაპარაკო ახლა. ხო და ტრაგზე რო დაარჩეს ეს ნემსი, დაიწყო ტირილი, მაშინ პატარა იყო კაცო, 2-3 წლის. წყალი შეწყდა. რა წყალი შეწყდა კაცო? ვაიმე ბანაობს ბავშვი.
SMS-იც არ მოსულა შეწყდებაო და რა ხდება ნინია? უთხარი ომერიკოს გამოვიდეს აბანოდან. და რატო შეწყვიტეს წყალი? ჟანდაბა მაგათ რა გამოვიდეს კაცო ბაკაფებულია ბავშვი. ერთი ჭიქა წყალი დამრჩა და მნიშვნელოვან ადგილებში მიესხი. დედა გრამი წყალი არ არის სახლში რა გავქნა? თვალებში ჩამდი შამპუნი. დახუჭე კაცო ებთვალები მერე. დავხუჭე. მიდი გამოიყვანე მართლა იქ ხوار იდგება. ომარიკო გააღე ერთი წუთი კარები. არა ტიტველი ვარ. გააღე კაცო რა ტიტველი ხარ? ჩემი გაზრდელი ხარ, გააღე კარები. არა. არ გამოვადა იყოს ეგრე მანდ, აკაბებული. დედა სხვებთანაც შეწყდა ნეტა. ხოლია. დედა, ასეც ვიცოდი რა. კაი, ჩამოვალთ ეხლავე, ჩამოვალთ. კაი. ქვებოთნა ჩავიდეთ რაღაც ხელმოწერებს აგროვებენ. მილი გამწყდა თურმე და მეორე მილზე დაუერთებენ ეხლაო და მოვაწეროთ ხელი, წამოდი მეტრიკა არ დაგრჩეს. რა მეტრიკა? პირადობის მოწმობა ხო რაც არის. ხალხო გაკეთდა ეს მილი და ერთი 10 წუთი ნუ მიეკარებით ეხა ბინძური წყალი წამოვაგაც. გავიგეთ ხო მეზობლებო 10 წუთი ნუ მივეკარებით ეხლა წყალს რა. ვაიმე ბავშვი აბანოშია, გაიქეცი მიდი. რამისი? წყალი მოვიდა. სხვა ფერის წყალი, რა მაგარია. ფურა გემოა.